თუ გინდა ეხლა გადავიდე. არა, დღესო ვერა, ვინა უნდა მოვწემნათ ჯერ. ხო, მოვძებნოთ მე რა შევდებ. წარმოუდგენლად საყვარელი. რანაირი ხალხი ხართ რა. მასალაც გაქვთ და ხელსაწყოებიც რა უნდა ერთი ტახტი შეჯედოს. მე ჩემთვის წავიდოდი ერთი 10 წუთი საწყობში წამოვწვევოდი, ხო შეიძლება? ბიჭო, წადი დაამთავრე საქმე. რანაირად ზვიად? ახალ ნაჭამზე როგორ ვიმუშაო? მოიცა, წეხა მშიერზე ვერ მუშაობო, ეხლა ახალ ნაჭამზე ვერ მუშაობო და ჩვენ როგორ მოვიქცეთ, ა? რა ვქნა ესეთი სათუთი ორგანიზმი აქვს? აი კასპერას უთხარი როცა მოვა. ვეტყვი, ყველა ჯაგლაგი ვერ იქნება. და ეგ რას ნიშნავს? რას ნიშნავს და შენაირ კაც, რომელსაც არ ჭამა უყვარს, არც ხმა, მარტო მუშაობა. მე შინგან განსხვავებით საქმის შუაში მიტოვება არ მიყვარს. და თან მინდა რომ მალე მორჩი, ერთი სული მაქვს სახში როდისაო. რა შვებით, ბიჭებო? ზვიად, ჯიგარი ხარ ძმაო. ნახე ქვემოთ ჩენი გაკეთებული მაგიდა და ხელები ამიწევი. მადლობა კასპერ. ლაკის გადასმა უნდა და всё, ეგ არის მზად არის. კარგი კაცი. შერაშვები. რა ვიცი, რა მთელი დღე ვეხმარები. ჩემი საქმე ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ მთელი დღე ზვიადს ვეხმარები. არსენ, კიდე იმ საკიდებს აკეთებ? არც ჩაქუჩი მომცა, არც სალაშინი. ყველაფერი მე მჭირდება. ახ, არსენ, რა საქმესაც შენ აკეთებ? მაგას ინსტრუმენტები არ ჭირდება. მარტო სამაგრები ქონდა, ძმაო, მისამაგრებელი რა. მე მეგონა სარკის რაცა. ეგ სარკის სადგამი, გუშინ თავის პატრონს გავატანით უკვე. ზვიად, გეხვეწე. მიეხმარე. იქნება დავამთავროთ როგორმე რა. ნახევარ საათში მანქანა მოვა და უხერხულია ძმაო დამკვეთთან რა. მიდი მიხედე რა. ზვიად, ეს ერთი ძმაპატია და შენ მაგერ მე ვიმუშავებ აწეს სულ. ჩადი. მიდი, აქ. მიდი. ელენე, მამიკო. მე ბალკანი ხარ და მამიკო მე რომ მოგაკითხე? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე რა მიხარია და რა მწყის? მამიკო, რა გჭირს? რაღაც ვერ გცნობ ეს დღეები და თითქოს რაღაცა დავაშავე ისე მელაპარაკები. დაფიქრდი, იქნება და მართლა დააშავე რამე. ელენ ძალიან არ მომწონს ახლა როგორც იქცევი მამიკო, რა. მართლა? მეც არ მომწონს ბევრი რამე, მაგრამ მე უნდა მითხრა მამიკო, რამე თუ ხდება. ხოჩი რომ ყველაფერში ვარ შენ გვერდით რა. თუ ქეთის გვერდით. არ თქვა არაფერი, ყველაფერი ვიცი. შეთხოვით ნახე შენი მესიჯები, არ დაიღალო ტყუილების თქმით. არაფრის მოტყუებას არ ვაპირებდი მე შენს. უბრალოდ ვერ გადავწყვიტე როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი. ჩვეულებრივად, ელენა ქეთი ისე შევიყვარდა, რომ დედა შენი საერთოდ აღარ მახსოვს. ეგ ეგრე არ არის. დედა შენ დღემდე ყველაზე მეტად მიყვარს. ხო, აბა, არც კი გწხვენია მაგას რო აბობ. დედა გიყვარს და მაგის მეგობარს წერ როგორ გენატრება? ელენი მომის. არ მინდა შენი მოსმენა, შენ დანახვაც არ მინდა მატყუარა და იმოხალატე. მამიკო, ნუ ესე იგი სწორად მოვედი. ხო, ჩემთან თუ მოდიოდი, კი, სწორად მოხვედი. გადიხარ შენ? ხო, მორჩით მუშაობას და ეს ბიჭებიც წავიდნენ და ეხლა უნდა დამეკეტა ცეხი. წესით ეხლა უნდა მკითხო აქ რა მინდა რა? რავი, წესით კი. მერე? არ მკითხავ? თუ მეკითხე. რავი, როგორც კი. კარგი, მაშინ მეგეთქვი. მოკლედ ძალიან პატარა ვიყავი მაშინ რა.
ხო და ჩემმა კლასელმა გამაბრაზა ძალიან. რაღაც ქუდი მქონდა, მაგრამ მიყვარდა და წამართვა. ფიზიკურად ჩემზე ბევრად დიდი იყო და ვერ მოვერეოდი. იცი რა უთხარი? უფროსი ძმა მყავს და თავპირს დაგილეწევს მეთქი. მე სახში რომ მივედი, მთელი ღამე ვოცნებობდი, რომ მართლა მყოლოდა უფროსი ძმა. აი, ვინმესთვის თავპირის დასალეწად კი არა. ისე, გვერდით რომ მყოლოდა რა. ხო და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ეს ოცნება თუ მართლა ამიხდებოდა. დღეს დედა ჩემმა მითხრა, რომ რატომღაც ემალები და ეგრევე მივხვდი, რომ მამა ჩემის ამბავი იქნება. ცოტა ახირებული კაცია, მაგრამ შეეჩვევა რა. ხო და რა ვერ შეეჩვიოს? ხო, რო ვერ შეეჩვიოს, ეგ მაგისი პრობლემა იქნება, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ უარი ვთქვა ახდენილ ოცნებაზე. ხო არ ხათაობ, ძალიან მაგარია უფროსი ძმა. უმცროსი ძმაც კაია. არა, დამიჯერე უფროსი ჯობია. მაინც არ. ვინმეზე ხო არ არის? არა, მაგრამ ისე შენ ხოძე ხარ. მოიცა წელი მაწუხებს, კაი და. წავა. რეიძინა დაიცინა მაგრამ ძალიან იყო გაღიზიანებული შენ არ იცინებ არა თქვენთან მინდა დავაპარაკებ მოხდა რამე? გობა ეხლა არ მითხრა ელენემ რაც მომიყვა მართალი ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. თქვენ ხო იცით რომ მარიამის ამბის მერე ცხოვრება როგორ უნდა გამეგრძელებინა არ ვიცოდი. ახლა იცი? არა, არც ახლა არ ვიცი. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მართლა არაფერი დაგვიგეგმავს. შემთხვევით მოხდა. ზუსტად ისე, როგორც მარიამის მაპატიეთ. ვიცი, რომ ყველასთვის აჯობებდა, რომ მე მომკვდარიყავი. ჩემთვისაც, მაგრამ მე არ მithქვამს. მარიამი ჩემ მდგომარეობაში არასოდეს აღმოჩნდებოდა. იცი? მე ზუსტად ვიცოდი, რომ მე და შენ ეს ლაპარაკი გვექნებოდა. ოდესმე. მარიამის შემდეგ ხშირად ვფიქრობდი შენზე. ახალგაზრდა კაცია. ესე მარტო ხო არ დარჩება მეთქი. დრო გავა, ცოტა ტკივილი მიყუჩდება. და მე თავიდან დაიწყებს ცხოვრებას მეთქი. არ ვიცი.
გაიჯერებთ თუ არა, მაგრამ არ ყვუჩდე. რაღაც ვერ ვიტყოდი. იცი შენ ხო შენ იცი რომ მე არასდროს არ ყოფილვარ შენთვის ჩვეულებრივი სიდადრი. ჩემი შვილის სიცოცხლეშიც არასდროს ჩავრეულ ვარ თქვენს ურთიერთობაში. და ახლა მით უმეტეს არ ვაპირებ შენს ცხოვრებაში ჩარევას. ან რა უფლება მაქვს? მაგრამ გობა არ მეგონა იცი არ მეგონა ასე მალე თუ დამთავრდებოდა ჩემი შვილის ასეთი უზომო და უგონო სიყვარული